მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. დღეს გამოშვებაში ნახავთ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ხელმძღვანელის გარეშე რატომ გაუჩინარდა ირაკლი ჩიქოვანი? პრობლემები შეიქმნა შიდა ორგანიზაციულ მართვაში, რასაც უშუალო თავმჯდომარე არეგულირებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ურთიერთბრალდებების განხილვას იწყებს. დარჩება თუ არა ხათუნა ბერძენიშვილის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სასწრაფოდ მოიკითხოს და გაერკვიოს, რა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება მაუწყებლის დირექტორი. სად იმყოფება ზურაბ ადეიშვილის უახლოესი მეგობარი ირაკლი ჩიქოვანი, რომლის დაუსრულებელი შვებულების გამო ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო უწყებას მუშაობაში პრობლემები ექმნება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მისი გრძელვადიანი შვებულება, რომელიც 14 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება. კანონი კომისიის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ ჩიქოვანს კიდევ 2 თვის განმავლობაში 15,000 ლარიანი ხელფასის აღება და გაუჩინარებულ მდგომარეობაში დარჩენა შეუძლია. საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრებმა პრეზიდენტის სახელზე უკვე გაგზავნეს წერილი, სადაც დროებით ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას მოითხოვენ. ამ დრომდე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის არც ერთი თანამშრომელი არ ფლობს ინფორმაციას მათი თავმჯდომარის ადგილსამყოფელის შესახებ. უწყება დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან ირაკლი ჩიქოვანისგან ვერც ფაქსიმილიას, ვერც ნებართვას და ვერც აკრძალვას იღებს. ის 15 თებერვლიდან არ ცხადდება სამსახურში. და ამის გამო მართვაში პრობლემები იყო. კომისია აგრძელებდა ფუნქციონირებას, ანუ სხდომები იყო, გაიცემოდა არსებული წესით, სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღებოდა, ოღონდ პრობლემები შეიქმნა შიდა ორგანიზაციულ მართვაში, რასაც უშუალო თავმჯდომარე არეგულირებს. თამარაშვილის ქუჩაზე ირაკლი ჩიქოვანის კუთვნილი სამშენებლო კომპანია მაგისტილის მიერ აშენებულ კორპუსში მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ისინი ჩიქოვანის ადგილსამყოფელის შესახებ მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ამ დროისთვის ავსტრიაში მეგობარ ზურაბ ადეიშვილთან ერთად იმყოფება. რო ვკითხოთ რაღაცა სად ირაკლისთან დაკავშირებით. მედიაჯის ჟურნალისტმა ნატალია ძველიშვილმა ირაკლი ჩიქოვანთან შვებულებაში გასვლამდე ბოლო ინტერვიუს ჩაწერა მოასწრო. ჟურნალისტი აქტიურად აშუქებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობას და კარგად ფლობს იმ ინფორმაციას, რაც ხელმძღვანელის წასვლის შემდეგ უწყებაში შეექმნა. მე დღემდე ვცდილობ მივიღო პასუხი, სად არის ირაკლი ჩიქოვანი, რატომ არ გამოვიდა ის სამსახურში, თუმცა კომისიის არც წევრებს და არც აპარატის თანამშრომლებს არ აქვთ ამაზე პასუხი და მე დღემდე ვერ მივიღე ეს ინფორმაცია. კანონის თანახმად, მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, კომისიის წევრის და ამ შემთხვევაში თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი და იმპიჩმენტზე საუბარი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ის 2 თვის განმავლობაში არ შეასრულებს არასაპატიო მიზეზით კომისიის თავმჯდომარის უფლებამოვალეობას. გაუჩინარებული ხელმძღვანელის ამბავი და ეროვნული კომუნიკაციების გასული წლის მუშაობის დასკვნა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშიც მოხვდა. კვლევაში მონაწილე ექსპერტების განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანის მსხვილი სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესი, ახლო ურთიერთობები ხელისუფლებასთან და უწყების გადაწყვეტილებები, რომლებიც არჩევნებამდე მაუწყებლებისთვის ლიცენზიების გაცემას ზღუდავდა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობაში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. კომუნიკაციური კომისია სამწუხაროდ არ იყო ობიექტური და უნიკებობასთან ჰქონდა ადგილი. სამწუხარო რომ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხი კომუნიკაციური კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგაც მედიაში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც შესაძლოა ბატონ ირაკლი ჩიქოვანი სხვა შესაძლო ოპერატორებთან საუბრობდა. გიორგი რატიშვილი წლების განმავლობაში ჩიქოვანის უწყებაში მაუწყებლების რეგულირების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. სწორედ მან გამოაქვეყნა ჩიქოვანის შესახებ ფარულად მოპოვებული პირველი აუდიო ჩანაწერი. ის დღემდე ფლობს ჩიქოვანის საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობ ინფორმაციას და მზადაა დაინტერესების შემთხვევაში ყველაფერი გამოძიებას მოუყვეს. მიკერძოებას ადგილი ქონდა, თუ იქნება თქვა დაინტერესება და თუ იქნება რაღაც შეკითხვები, მე მზად ვარ ამ შეკითხვებს უპასუხო. ირაკლი ჩიქოვანის საქმიანობის შესახებ პროკურატურაში რამდენიმე საჩივარია შესული. არ არის გამორიცხული, რომ ავსტრიაში ის მიმალვაში ზურაბ ადეიშვილთან ერთად დარჩეს.
ურთიერთბრალდებების ფონზე აგორებული სკანდალი, რომელსაც წერტილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ უნდა დაუსვას. ვინ ამბობს სიმართლეს, არის თუ არა ზეწოლა არხზე და რეალურად რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. საბჭო ამ ყველაფრის დეტალურ განხილვას გეგმავს. სწორედ ამის შემდეგ გაერკვევა, მოუწევს თუ არა ხათუნა ბერძენიშვილს დაემორჩილოს გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებას. თუმცა მედია ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრობლემა ამით არ ამოიწურება. მაუწყებლის საკითხი საბოლოოდ კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დარეგულირდეს. ხათუნა ბერძენიშვილი დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ნაცვლად რგვალბაღში ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსთან ერთად გამოჩნდა. ახალი ხელისუფლება არც მალავს, რა გეგმები არსებობს ზოგადად მეცხრე არხის და საზოგადოებრივი მაუწყებლის შერწყმასთან დაკავშირებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ეხლა სამეურვეო საბჭო არ დაინტერესდება და სწრაფად არ გაარკვევს აი ამ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებს, სავარაუდოდ ეს საკადრო ცვლილებები გაგრძელდება და ამას ალბათ 5 ან 7 ჟურნალისტიც კი შეიძლება შეეწიროს მოამბეში. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძის თქმით, ბორდის წევრებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. პირადად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ბრალდებათა ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკურ ზეწოლას, რაღაც თანხების შეთავაზებას და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზული ბრალდებები იყო, ალბათ თქვენც მოისმინეთ და ამაზე ყველაფერზე ალბათ მოგვიწევს მსჯელობა კოლეგებთან ერთად. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის გათავისუფლების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ხათუნა ბერძენიშვილის ბრალდებებს ირაკლი ტრიპოლსკი მეკაბერიძის მთავარ კითხვაში უპასუხა. რო სხვა ადგილებიდან იღებდა საინფორმაციო სამსახური მითითებებს, რა უნდა გაეშვათ და რა არ უნდა გაეშვათ და როგორი უნდა ყოფილიყო საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი საინფორმაციო სამსახური. საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზას მედია ექსპერტი იან თაძე და გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ხედავენ. ახალი კანონით იცვლება ბორდის არჩევის წესი და უზრუნველყოფილი იქნება ტელევიზიის ფინანსების გამჭვირვალობა. იყო თუ არა ზეწოლა ან ერთზე, ან მეორეზე, ამის პასუხს ჩვენ შეიძლება ვერასდროს ვერ გავიგებთ, ან შეიძლება ყველა ვივარაუდოთ სინამდვილეში რა ხდებოდა, მაგრამ თავარი რაც ჩვენ გვინდა არის ის, რომ საერთოდ წავიდეს ეს შემადგენლობა საზოგადოებრივ მაუწყებლიდან. ეს არ არის კარგი, ასე თქვათ, საინფორმაციო სამსახური. იყო პროპაგანდის მანქანა, დაკავებული იყო აგიტაცია პროპაგანდით. ხათუნა ბერძენიშვილი ბორდის გადაწყვეტილებას ელოდება. ბორდი კონსულტაციებს გადის. არხის გენერალური დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და კომენტარისგან თავს იკავებს. საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს კი ხელმძღვანელის გარეშე უწევთ მუშაობა. ბრალდებებზე რეაგირებას არაპირებს აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე კანონდარღვევა აღმოუჩინეს. აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი უკანონოდ მაუწყებლობს და ირღვევა ასევე კანონის საჯარო სამსახურის შესახებ. ტელევიზიამ მთავრობის საქმე უწყებო დაწესებულება და იქ დასაქმებული ყველაფერი საჯარო მოხელია. მიუხედავად ამისა, არხზე ორმაგი საჯარო მოხელებიც მუშაობენ, რომლებიც ანაზღაურებას ორივე სამსახურში იღებენ. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არხის ხელმძღვანელს ვითარების დარეგულირებისკენ მოუწოდებს. აჭარის სახელმწიფო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეთა პარალელურ რეჟიმში დასაქმების თემა შესაძლოა სამართლებრივი განხილვის საგანი გახდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ორი თანამშრომელი აჭარის ტელევიზიაში არხის მთავარი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის პოზიციას უკვე წლები აითავსებს. არც ერთი მათგანი არ მალავს, რომ შრომით ანაზღაურებას ორივე სამსახურში იღებენ. ორივე განმღებლობ ხელფას და რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეუთავსებელია ეს კანონთან, ამის შესახებ ვაპირებ რომ გავიარო იურისტთან კონსულტაციები. ბუნებრივია უსასყიდლოდ არ მუშაობ, თუმცა მე ვარ ჩვეულებრივი გადამხდელი, სახელმწიფოში ვიხდი საშემოსავლოს, ჩვეულებრივად არ ვიპარავ, ეს არის, რავით, ნორმალური ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, ველოდებით სტატუსის შეცვლას, თუ დაგვეწია ეს ამბავი ძალიან კარგი იქნება, თუ არა და ბუნებრივია ან მე მომიწევს შესაბამისად არჩევანის გაკეთება, ან სამსახური წამოიყენებს ულტიმატუმს. კანონის საჯარო სამსახურის შესახებ მოხელეებს სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ანაზღაურებადი თანამდებობის დაკავებისა ან შეთავსების უფლებას უკრძალავს.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აჭარის ფილიალში განმარტავა, რომ ორ სახელმწიფო სამსახურში მუშაობით მოხელეები კანონს არხის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაკეთების შემთხვევაშიც დაარღვევენ. არ არის გამორიცხული, რომ უბრალოდ არ ცოდნოდა ორივე სამსახურს, რომ ეს ადამიანები პარალელურად მუშაობდნენ ორ სამსახურში. ასეთ შემთხვევაში ბრალი მთლიანად მოხელეზეა გადასული, თუმცა თუ მათი ცოდნენ, ისინი წამყვდნენ ამ წლების განმავლობაში კანონს და ერთადერთი პერკეტი არის ერთ-ერთი ორგანიზაციიდან მისი გაშვება. იქ დასაქმებული ადამიანები არიან საჯარო მოხელეები და ეხა გარედან დამატებით საჯარო მოხელეების დასაქმება კიდევ უფრო რაღაცა გამოწვევის კვადრატში აღვანა, მე არ ვიცი ეს რატო არის საჭირო და რამდენადაც ვიცი, ჩემთვის ახახანს გახდა ცნობილი, იქ არ არის მხოლოდ ორ ადამიანზე საუბარი. ინფორმაცია ტელევიზიის თანამშრომლების სხვა საჯარო სამსახურებში მუშაობის შესახებ აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის დირექტორმაც იცის. თუმცა რეაგირების საფუძველს ვერ ხედავს. ტელევიზიაში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც არა მარტო დღეს, არამედ წლობით მუშაობენ სხვა სამსახურში. მაგის გამოსწორების დრო მოვა ალბათ. მაგის მე ახალ დანიშნული ვარ და სხვა საკითხებს უფრო ვანიჭებ პრიორიტეტს ამ ეტაპს. თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, კი ბატონო, დაინტერესდეს ნებისმიერი პირი, გამოიკვლიოს, მომახსენოს ოფიციალურად და მე რეაგირებას მოვახდენ, თუ სადმე კანონდარღვევა ხდება. აჭარის ტელევიზია კიდევ ერთი მუხლით არღვევს სამართლებრივ ნორმას. კანონი მაუწყებლის შესახებ ამ ტელემაუწყებელს მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტის რანგში არ ითვალისწინებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრა ორშაბათს გაიმართება. ამ დროისათვის შეხვედრის ადგილი ზუსტდება. მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს შეეხება. მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა პოლიტიკურ დევნაში და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმების სანაცვლოდ ხელისუფლებამ სახელმწიფო დაცვის და რეზიდენციების შენარჩუნება შესთავაზა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას. ჩვენი პასუხი იყო, რომ ნამდვილად ამ სეთი მეთოდებით კონსტიტუციას ნამდვილად ხარს ვერ დაუჭერთ. ჩვენ გვინდა დიალოგი ვაწარმოოთ, მაგრამ შეუძლიათ დაცვის სამსახურიც წაიღონ, შეუძლიათ რეზიდენციებიც წაიღონ, არანაირი პრობლემა არ არის. შეუძლიათ გადაადგილების საშუალებებიც წაიყვანონ, მაგრამ პრინციპებს ჩვენ ბოლომდე დავიცავთ და თუ კი რაიმე კონსტიტუციაზე საკითხი ასევე შეიძლება იქნეს, ეს შეიძლება ხოლმე ხო მოლაპარაკებებს, ხო იმ საკითხს არ არის დასამალი რა საკითხებს ვაკეთებთ ჩვენ. პრეზიდენტის სასახლესთან ორგანიზაცია პატრიოტების ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ სურდათ პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გაეკეთებინათ, თუმცა აქციის მონაწილეების სიმცირის გამო ეს ვერ შეძლეს. მომიტინგეების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ აქციაზე პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაცავად მივიდა. ნაწილი კი ამბობდა, რომ მათ აქცია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართეს. პრეზიდენტის სასახლესთან პოლიცია იყო მობილიზებული. რამდენიმე ადამიანი გადავწყვეტეთ მოусულიყავით და დაგვიფიქსირებინა პრეზიდენტისთვის მხარდაჭერა იმის გამო, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს მის დაცვასთან დაკავშირებით, რაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. არა, ეს არ არის პირდაპირ ბატონი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი აქცია, ეს არის თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერი აქცია. ჩვენ მაგითი გამოვხატავთ იმ ნებას, რომ ჩვენ გვინდა რომ პატივი ვცეთ ამ ინსტიტუტს და პირდაპირ ეს არის ჩვენი მოსაზრება, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული პირდაპირი წესით. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაცია, როდესაც შენ აკეთებ დისკრედიტაციას საკუთარი პრეზიდენტის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენ ხარ 24 საათის განმავლობაში დარტყმის ქვეშ აგრესორის მხრიდან. ეხლა ამ დროს შენ გახარ და შენი ქვეყნის პრეზიდენტის დისკრედიტაციას უკეთებ და საუბრობ ამავე დროს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ვესაუბრები იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა დამინიშნო და არ უნდა ავირჩიო. თეა წულუკიანი ოპონენტებს Facebook-ის საშუალებით პასუხობს. დღეს დაუბრუნდი საქართველოში, მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა და მოვუწოდო სიმშვიდისკენ. როგორც ახლა უკვე ნათლად იკვეთება, მომავალი რამდენიმე კვირა თანაარსებობის რთული პერიოდი იქნება. ჩემი როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრის ვალია საზოგადოებას მივცე სიმშვიდის მაგალითი ნათქვამია მიმართვაში. იუსტიციის მინისტრი მზად არის მისი განათლების შესახებ საზოგადოებას პასუხი გასცეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ თეა წულუკიანს უკანონოდ უკავია მინისტრის თანამდებობა, რადგან მას უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს. თეა წულუკიანი ამ საკითხზე საუბარს სამშაბათს მედიის საშუალებით აპირებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლე ბესარიონ ალავიძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე საუბრობს. უზენაესი სასამართლოს პრესპიკერის განცხადებით 27 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბესარიონ ალავიძის და მოსამართლის მაია გიგაურის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით. პრესპიკერის განცხადებით აღნიშნული განცხადება ემყარებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოკვლეული ფაქტების და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზს, ხოლო საკითხის შესწავლა მოხდა ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე. საქმის მასალების გამოთხოვის და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მეტად საყურადღებო გარემოებები და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, რის გამოც უზენაესი სასამართლო საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებას თხოვს. ალექსანდრე ალადაშვილმა თავის განცხადებას ბესარიონ ალავიძის დიპლომის ასლთან ერთად დაურთო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაკეთებულია არა უშუალოდ ბესარიონ ალავიძის, არამედ სხვა პირის სახელზე გაცემული დიპლომთან დაკავშირებით. ფიქრობთ, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს, კერძოდ მტკიცებულების ფალსიფიკაციას. რაზედაც ვითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურატურის რეაგირებას. უზენაესი სასამართლოს განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეს-ცენტრის მიერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს და ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი დოკუმენტები ეხება სხვა მოსამართლეს და არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს. საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობის თავიდან აცილების მიზნით პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს განასაჯაროოს გამოძიების ზოგიერთი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. უკვე დადგენილია, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს გააჩნია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი საბუთი, რაც არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ბაჩუახალაია პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარი შუამდგომლობა და ახალაიას გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატებს დღეიდან კიდევ ორი ბრალდების შესახებ მოუწევთ დავა, რომელიც ახალაიას პროკურატურამ დაუმატა. საქალაქო სასამართლოში ამ საკითხებზე მსჯელობა დღის ბოლომდე გაგრძელდა. ახალაიას ბრალი პოლიტიკური შეხედულებების გამო წამების და არაადამიანური მოპყრობის გამო წაუყენეს. ბაჩუახალაიამ დღეს განაჩენის გამოცხადებისთანავე დარბაზიდან გასვლა მოითხოვა. პატიმარს დარბაზის დატოვების საშუალება მისცეს. მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა და მტკიცებულებების განადგურება ამ მოტივით სასამართლომ ბაჩუახალაია პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალაიას 50,000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე მოსამართლე ეკა არეშიძემ არ გაითვალისწინა, რასაც ახალაიას მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. სასამართლოდან გამოსული ახალაიას ახლობლები აქამდე დამოუკიდებელი სასამართლოს პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდნენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ შეჩერდეს ქართული ოცნების ზეწოლა ქართულ სასამართლოზე. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ბრალდებულის ადვოკატები გამოიყენებენ ყველა შესაბამის სამართლებრივ გზას იმისთვის, რომ გასაჩივრდეს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც მე მრჩება შთაბეჭდილება და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ შეიცვალა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მოსამართლე მოსაფიქრებელ დარბაზში გავიდა. ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ეს არის აბსურდის თეატრი. ამ ყველაფერს ყავს ერთი დირიჟორი და ეს დირიჟორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ბოლო ორი ბრალდების გარდა პროკურატურა არსებული მტკიცებულებების ძალაში დატოვებასთან ერთად საქმეში ნაფიც მსაჯულთა ჩართვას ითხოვდა. ჩვენ პრობლემა არ აქვს ამისი და ფაქტობრივად მოვითხოვეთ ჩვენ ნაფიც საჯულებზე ამ საქმის გადაცემა. აღნიშნული საკითხიც უკვე განხილული იქნა, როგორც თქვენ ცნობილია და ესწრებოდით მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებას, რომ გადაიდო 5 მარტს 2 საათისთვის სასამართლოს ხდომა, წინა სასამართლოს ხდომა, ეს უკვე მეხუთე გადადება ფაქტიურად და ალბათ საბოლოო იქნება და მიღებული იქნება შესაბამისად შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. დღესვე სასამართლომ ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ წაყენებული ორი ახალი ბრალდების თაობაზეც იმსჯელა. საქმე ეხება ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სამინისტროს 7 თანამშრომლისადმი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. იმ ბრალი, რაც გუშინ წაუყენეს, ერთ-ერთ ბრალდებაზე უკვე ამჟამად გაიმართა აღკვეთი ღონისძიების საკითხი, სადაც უკვე ძალიან გასაკვირია და ბაჩანა ახალაიას უკვე მესამედ შეუფარდეს დაპატიმრება და რამოდენიმე წუთში დაიწყება კიდევ მეოთხე პროცესი, სადაც კიდევ განიხილება.
მიიღებს თუ არა სასამართლო ახალ აიას საქმის არსებით განხილვაში ამის თაობაზე გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი. რუსებმა საჰაერო სადესანტო ჯარები შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიყვანონ. განცხადება ამის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელდა. ჯარების შეყვანის მიზეზად კი რუსული მხარე იმ პრობლემებს ასახელებს, რაც შესაძლოა კრემლის მიერ ამ ორი რეგიონის აღიარებას მოხვდეს. ქართული მხარე ფიქრობს, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯით აფხაზების და ოსების დამშვიდება გადაწყვიტა, რომლებმაც აბაშიძე კარასინის შეხვედრების საფრთხის შემცველად აღიქვეს. რუსეთის მიერ საჰაერო სადესანტო ჯარების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესაძლო განთავსებას თბილისში კრემლის მხრიდან ძალის დემონსტრირების ტრადიციის გაგრძელებად მიიჩნევენ. საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ დამატებითი ძალების გადასროლა სოჭის ოლიმპიადას უკავშირდებოდეს. მომავალი ოლიმპიური თამაშებისათვის გარკვეულ გაძლიერებაზე მედიან რეჟიმის. მაგრამ თავარი თემა, რაზეც ალბათ ხაზი უნდა გაესვას. ეს არის ჩვეულებრივი საოკუპაციო რეჟიმი თავისი ნელი მხარეებით. ეს არის განცხადება, ძალის დემონსტრირება და მუქარის გარკვეული ტონით ისა ქვია პოზიცია. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მისი სამხედრო ძალები განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიებია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება საოკუპაციო რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ქვია 50 კაცით მეტი იქნება თუ ნაკლები იქნება, რუსეთის ყოფნის სიმძიმეს ეს არ ამცირებს. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდა ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის დახმარებას უკავშირდება. შეიძლება უკავშირდებოდეს ადგილობრივი ოსების ან აფხაზების უსაფრთხოებას და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს არ არის მისთვის საკმარისი. ის აპირებს უფრო გაფართოებას თავისი მოქმედების არეალის, ეს უკავშირდება რკინიგზის ამოქმედებას მოსკოვის, სოხუმი, ერევნის მიმართულებით და ეს გულისხმობს, რომ საქართველოს იქცევა სამხედრო პლაცდარმად. საჰაერო სადესანტო ჯარების სწრაფი რეაგირების ძალების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსების საკითხის გააქტიურებას აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებების პარალელურად ექსპერტები კრემლის მხრიდან ოსებისა და აფხაზებისთვის ერთგვარ მესიჯად აფასებენ. აფხაზეთსა და ესე იგი ცხინვალში ჭირდებათ გარკვეული ესე იგი სტაბილურობის შესანარჩუნებლად შექმნა შტაბ-ბიჭდილება, რომ იქ ძლიერდება ესე იგი თავდაცვითი ღონისძიებები და ამავე დროს მკაცრი განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში. რეალური განცხადების საფუძველი არის ის, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს რუსეთმა, რომ მას გარკვეულწილად აქვს რესურსი იმის, რომ ამ კოლექტიური უსაფრთხოების ძალების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება. შესაბამისად ეს რაიმე მუქარის შემცველი არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ საჰაერო სადესანტო ძალების შესაძლო განთავსება იმ პრობლემის გადაწყვეტას უკავშირდება, რომელიც ოფიციალური მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება მოხდეს. 2008 წლის აგვისტოს ომი 2006 წლის კოდორის ოპერაცია, დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული მთავრობა ცხინვალში და ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღებული სამხედრო და პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამ მოვლენების გამოძიებას ახალი ხელისუფლება აპირებს. მინისტრის პაატა ზაქარიაშვილის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე აქვს. თუმცა გამოძიებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმცირესობა და პრეზიდენტი. მათი განცხადებით ახალი ხელისუფლება რუსულ პროექტს ასრულებს. 2008 წლის აგვისტოს ომი, 2006 წლის კოდორის ოპერაცია, სანაკოევის ალტერნატიული მთავრობა ცხინვალში და ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღებული სამხედრო და პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოძიებული უნდა იყოს. პაატა ზაქარიაშვილის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ აუცილებლად საქართველოს მთავრობის მოქმედებები, რამაც განაპირობა რუსეთის აგრესია საქართველოს და ამაზე ლაპარაკობ მე. რამაც განაპირობა რუსეთის ოკუპაცია, რამაც განაპირობა რუსეთის მიერ აფხაზეთის საქართველოს აღიარება. პირველ რიგში უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ თუ ჩვენ სამართლიანად არ ვისწავლეთ ამ ქვეყანაში ცხოვრება, ყოველთვის გვექნება კითხვის ნიშნები. თუ ჩვენ სამართლიანად არ მოვეკეთეთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველთვის დადგება ის დრო, როდესაც ხელისუფლებას მოუწევს ყველაფერ ამაზე პასუხის გაცემა. აგვისტოს ომის გამოძიებას ემხრობიან დამოუკიდებელი ექსპერტებიც. გენერალთა კლუბში აცხადებენ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებული პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების რევიზია უნდა მოხდეს. წინა ხელისუფლების მმართველობას იმდენი კითხვის ნიშნები დარჩა, მათ შორის სამხედრო საკითხებში, რომ ალბათ აუცილებელია სერიოზული გამოძიების ჩატარება, რადგანაც ყველაფერს დაესვას წერტილი და ყველაფერს დაესვეს სათანადო პასუხი. საპარლამენტო უმცირესობა და პრეზიდენტი ამ თემებზე გამოძიებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ეს რუსული პროექტია.
ზაქარიაშვილი, რეინტეგრაციის მინისტრი. გამოვიდა, მე სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებს უყურებ ხოლმე iPad-ით და თქვა, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ის დანაშაულებები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდიენა წინა წლებში აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა საქართველოს თავრობის პოზიცია გაახმაურა. ასეთი ფორმულირება და საკითხის ასე დაყენება პოლიტიკურად აწყობს რუსეთს, რომელიც შეძლებს უფრო ადვილად დაასაბუთოს, რაც ბუნებრივია, საბოლოოდ ამ მიზანს დარწმუნებული ვარ ვერ მიაღწევს, მაგრამ უფრო ადვილად შეეცადოს დაასაბუთოს, რომ თელ ამ კონფლიქტში, რუსულ-ქართულ კონფლიქტში, რომლის ნაწილი არის ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ შორის შედეგი ოკუპაცია, დამნაშავე არა აგრესორია რუსეთი, არამედ მსხვერპლი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, რომელიც ომის შემდგომ მალევე შეიქმნა, იმავე წლის 18 დეკემბერს დიდი მოცულობის დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ ვერსიას უჭერდა მხარს. საქართველოს ერთწლიანი სამოქმედო გეგმით ნატოს წინაშე უახლოეს მომავალში წარსდგება. მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია უკვე დამტკიცდა და პროგრამა პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ ნატოს გენერალურ მდივანს ორშაბათს გადაეგზავნება. საქართველოს განვითარებას ეროვნული პროგრამის შესაბამისად ნატოს წევრი სახელმწიფოები წლის ბოლოში აფასებენ. საქართველოს ერთწლიანი სამოქმედო გეგმით ნატოს წინაშე უახლოეს მომავალში წარდგება. დოკუმენტი საზოგადოებისთვის წელსაც დახურულია. რიგით მეხუთე წლიური ეროვნული პროგრამის გასაჯაროება არც ახალმა ხელისუფლებამ ისურვა. პროგრამაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების კონკრეტული გეგმა და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია ჩამოყალიბებული. ის მოიცავს მთელ სპექტრს, რა თქმა უნდა, საუბარი არის დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არის რეფორმებთან დაკავშირებით და ყველა ამ ძირითადი მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ გეგმებს ვდებთ, ავსახავთ ამ დოკუმენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრირება. ქვეყნის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია გუშინ დამტკიცდა. ეროვნული წლიური პროექტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტია. ხელისუფლების მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული მომავალში საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. ეს არის ის დოკუმენტი, რითაც ხდება ქვეყნის მოდერნიზება, ქვეყანაში რეფორმების განხორციელება და ეს არის ის ინსტრუმენტი, რითაც ხორციელდება პარტნიორობა ნატოსთან და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. და მის შესრულებაზე ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ის პროგრესი, თუ რა პროგრესს მიაღწევს ქვეყანა აი ამ ერთი წლის განმავლობაში. წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ნატოელმა პარტნიორებმა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე უკვე განიხილეს. პირველად წლიური დოკუმენტით საქართველოს ნატოს წევრი ქვეყნების წინაშე 2009 წელს წარდგა. როგორც ვიცი, განხილვა იყო ბრიუსელში და საკმაოდ დადებითად შეფასდა წლიური სამუშაო გეგმის იმპლემენტაცია. ჩვენ ვეცდებით, რომ რადგან ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ნატოში და ევროკავშირის ინტეგრაცია, რომ ყოველ წელს კიდევ უკეთესი იყოს ეს შეფასება. პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ წლიური ეროვნული პროგრამა ნატოს გენერალურ მდივანს გადაეგზავნება. საქართველოს განვითარებას ეროვნული პროგრამის შესაბამისად ნატოს წევრი სახელმწიფოები წლის ბოლოს შეაფასებენ. მე-13 პოლიკლინიკის გასხვისების გახმაურებულ საქმეს სპეციალური სახელმწიფო კომისია სწავლობს. ექიმები რუსთაველის გამზირზე მდებარე კლინიკის შენობიდან ლაღიძის ქუჩაზე მდებარე შედარებით მცირე ზომის დაწესებულებაში გადასვლას აპროტესტებენ და მერიის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. მედიკოსები შიშობენ, რომ სახელმწიფო პოლიკლინიკის კერძო კომპანიის მიერ შესყიდვის ფაქტს სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირება მოჰყვება. არაფრით არ შეიძლება 860 კვადრატიდან გადაყვანილი კოლექტივი როგორ უნდა განთავსდეს 150 კვადრატულ მეტრზე. თან ჩვენი ადმინისტრაცია, ჩვენი ხელმძღვანელობა ამაზე უკვე ღიად საუბრობს. ექიმები თბილისის პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ბავშვთა და მოსრდილთა მე-13 სამედიცინო დაწესებულებების გასხვისებას და მათ ერთ შენობაში ლაღიძის 8 ნომერში განთავსების მოსალოდნელ ფაქტს აპროტესტებენ. მერიის ქონებრივი მართვის სამსახურმა პოლიკლინიკები გასული წლის 20 ნოემბერს გაასხვისა. ექიმები შიშობენ, რომ ახალი მფლობელი კომპანია მედიკომი სამედიცინო პერსონალის შემცირებას და პოლიკლინიკების
პოლიკლინიკის შენობის სხვა დანიშნულებით გამოყენებას გეგმავს. განსხვავებულად ფიქრობს მე-13 პოლიკლინიკის ადმინისტრაცია. უკეთესია რა თქმა უნდა და მეთანხმებით რომ გქონდეს უკეთესი პირობები და ამის საშუალება ჩვენ ამისი შანსი გვეძლევა სწორედ ეხლა როდესაც კერძო საკუთრებაში გადავა ეს დაწესებულება, იმიტომ რომ 3 წელი უკვე ჩვენ აქ ვართ და სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა არანაირი წინსვლა ამ მიმართულებით. ექიმების შიშებს უსაფუძვლოს უწოდებს მედიკომის წარმომადგენელი კახა ლომსაძე, რომელიც წელიწად ნახევარში ძველი შენობის სრულად გარემონტება, შემდგომ ეტაპზე კი სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების მომატებას გეგმავს. ექიმები და ექთნები ამის პასუხისგებლობა შემიძლია ავიღო, რომ მათი შემცირება არ მოხდება. და რაც შეეხება ის, რომ იქ საკმარისი ფართები არ არის, ამ ხრივ ცოტა შეზღუდულები ვართ, მაგრამ შესაძლებელია იქ განთავსება ყველას. ლომსაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას მისივე კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ახორციელებს, რის შედეგადაც მედიკომს უკვე სერიოზული ზიანი მიადგა. ეს ქალბატონი მუშაობდა ჩვენთან, ქონდა საკმაოდ მაღალი შემოსავლები და თავის ფუნქციებს ვერ ასრულებდა, ასევე მას ქონდა იჯარით აღებული გარკვეული ფართები და არ იხდიდა და ბუნებრივია ვერ შევთანხმდით ასე ვთქვათ რა და ამ ქალბატონმა წამოიწყო ეს ასე ვთქვათ ჩვენს წინააღმდეგ ეს კამპანია. ქალბატონი, რომლის შესახებაც ლომსაძე საუბრობს, მე-13 პოლიკლინიკის თანამშრომელი არ არის, თუმცა გასხვისებასთან დაკავშირებულ საპროტესტო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს. ის ამბობს, რომ ლომსაძის განცხადებებს არ ენდობა. კახა ლომსაძის დანაპირები, ეს დანაპირება შეიძლება დარჩეს, მის მიმართ არ არის მიზანმიმართული კამპანია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ მიმართული, რომ რეალურად დადგინდეს თუ რამდენად სწორად გაყიდა თბილისის მერიამ სამედიცინო დაწესებულებები. მედიკოსთა კავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბავშვთა და მოზრდილთა მე-13 პოლიკლინიკების ერთფართში განთავსება სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის განხორციელებასაც შეუშლის ხელს. დაზღვევა რაც გააკეთა ჩემთვის სამინისტრომ, რომელიც ჩემი აზრით უნდა შეესაბამებოდეს მოქალაქეთა მოთხოვნებს, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც კერძო პოლიკლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაწესებულებებში. პოლიკლინიკების საკითხის შესწავლა ცოტა ხნის წინ სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამაც დაიწყო. მე-13 პოლიკლინიკი თუ გააქავა რა, უკვე ნოემბრიდან შეიძლება ყოველდღე ერთი და იგივე მეკითხება და მიმდინარეობს შესწავლა, დასრულდება შესწავლა გაგაგებინა ყველაფერს. ამჟამად მე-13 პოლიკლინიკაში ფინანსური პოლიცია მუშაობს, რომელიც გასხვისების ფინანსურ მხარეს დეტალურად შეისწავლის. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიამ სოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ლეროს და მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორს ლაზლო ლოვეის შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში სოფლიო ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. დავით ნარმანიამ სოფლიო ბანკის წარმომადგენლებს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნო, რომელიც საქართველოში სოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მხარეებმა სამინისტროს პრიორიტეტებიც განიხილეს. მე სოფლიო ბანკში გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი ძირითადი მიმართულებებისა და ხედვების შესახებ, იმდენად რამდენადაც სოფლიო ბანკი არის ინფრასტრუქტურული პროექტების და პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერი საქართველოსთვის. ვისაუბრეთ ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვით იმას, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ ინსტიტუციური განვითარება ჩვენი სისტემისა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს ქუთაისში იმყოფებოდა. მინისტრი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებს შეხვდა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამის მიმდინარეობას დავით სერგეენკო ცხაკაიას სახელობის ეროვნული ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გაეცნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და მიხარია ჩემ კოლეგებთან შეხვედრა და მართლაც მოხარული ვარ, რომ ესე კარგად ორგანიზებული სამედიცინო დაწესებულებაში ვარ სტუმრად. ყველაზე ექნება შესაძლებლობა და შანსი, რომ ისარგებლოს სამედიცინო უფასო მომსახურებით ამ შემთხვევაში გარკვეული სერვისებით, მივიდეს იმ დაწესებულებას, რომელსაც თვითონ აირჩევს და მიიღოს შესაბამისი სერვისები. საზოგადოების დიდ ნაწილს ალბათ ვერც კი წარმოუდგენია, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში მოსახლეობა დღემდე კანალიზაციის, წყლის და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს. ვარდის უბანში არც გზის მშენებლობა დაწყებულა, ამიტომ ის ყველაზე მოვლელი სოფლისგან არაფრით განსხვავდება. მეცხრე არხმა დღეს გაარკვია, რომ უახლოეს მომავალში ამ უბნისთვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.
სამარშრუტო ტაქსი ვარდისუბანი მეტრო ახმეტელი დღეს მუშაობს. განსაკუთრებით ცუდამინში შესაძლოა ჩვეული 1 საათიანი ინტერვალით დაარღვიოს და აქაურებს ვერ მოემსახუროს. უბანში, რომელიც გლდანი ნაძალადევის რაიონს ეკუთვნის და მუხიანიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული, გზა და კომუნიკაციები არ არსებობს. კანალიზაცია აქ არ აქვს, წყალი არ არის, გაზი არ არის. მოვითხოვთ რამდენი ხანია, რომ თვით გამრიცხველიანობა მოხდეს. თელასიდან მისამართი ჩვენ არა გვაქვს. ყოფილა შემთხვევა, რომ სასწრაფო ამოსულა აქა. და მაშველებს გამოუყვანიათ ტალახიდან. ტალახი, უგზოობა, წყლისა და ბუნებრივი აირის უკოლნობა გამგეობისა და მერიისთვის მიმართვისაგანი არაერთხელ გახდა. თუმცა როგორც აქაურები ამბობენ, პასუხი მხოლოდ ერთხელ და ისიც მუქარანარევი მიიღეს. სანდუხაძემ არ მიგვიღო მოადგილემ ნინიკელაშვილმა. გვითხრა, ვინ მოგცაოთო, თქვენ იქ უფლება რო დასახლებულიყავითო, ან რა წყალს ითხოვთო, ერთ დღესაც ამოვალ და გადაგივლით მთელ მოსახლეობას ბულდოზერითო, ეს პასუხი მივიღეთ ჩვენ. ინფრასტრუქტურის მოუგვარებლობას ვარდისუბნელთა სოციალური სტატუსიც ამძიმებს. 4000-მდე კომლიდან უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. მრავალშვილიანი დედა თამარ მშვენიერიძე აქ რამდენიმე წელია ცხოვრობს. საკუთარი სახლი არ გააჩნია. სახლის პატრონი ძველი ფიცრულის დაცლას თხოვს. სოციალური დახმარება კი რამდენიმე თვეა მოუხსნეს. დახმარება მაქვს ძალიან დაბალი და გამეუქმდა ახლა იმის გულისთვის, რომ ბიჭები მყავს დროებით გაშვილებაში. მაისში ბინა დასაცლელი მაქვს ახლა ოფიციალურად, უნდა დავცალო, ბინის პატრონმა მთხოვა, იმიტომ ძმა დაჭერილი ყავდა და გამოდის და თავისი სახლი უნდა და ქუჩაში ვრჩები აბსოლუტურად. ნაკვეთზე ვიყავი მისული მოვითხოვე და არანაირად არ მაგვაყოფილებენ. განსხვავებული მიზეზით მოუხსნეს სოციალური დახმარება მინაშვილების 7 სულიან ოჯახს. მას შემდეგ, რაც 2 უმცროსი შვილი ბავშვთა სახლიდან დაიბრუნეს, ბავშვების სოციალური რეინტეგრაციისთვის გამოყოფილი თანხის სანაცვლოდ ოჯახს სიღარიბისთვის დაწესებული დახმარება მოიხსნა. ბავშვები მყავდა ბავშვთა სახლში. გამოვიყვანა, რადგან მას სოციალური დახმარება მქონდა და ვიფიქრე, ბავშვებს მე თვითონ შევინახავდი ვიდრე მთავრობა. გაგვიკეთეს ვითომ რემონტი, გაგვიკეთეს კოსმეტიკური ცოტა რაღაცა რემონტი, შემოგვიტანეს ავეჯი, დაენიშნათ ამათ თითოეულს 90 ლარი. და ეხლა აღმოჩნდა, რომ ეს 90 ლარი წყვიტავს თურმე სულ ყველაფერს. გლდანი ნაძალადევის გამგებელმა ვარდისუბნელთა პრობლემებზე საუბარს თავი აარიდა. მერიაში კი არაოფიციალურად განგვიმარტეს, რომ დასახლებაში გზა იქამდე ვერ დაიგება, სანამ კერძო კომპანიები მიწისქვეშა კომუნიკაციებს არ გაიყვანენ. ამის შესახებ თბილისის წყალი აცხადებს, რომ თბილისზე შემოერთებული უბნების წყლით უზრუნველყოფა 2015 წლამდე დასრულდება. ურთულეს პირობებში უწევს ცხოვრება ციცქიშვილების ოჯახს, რომლებიც სამ შვილს ფიცრებისგან სახელდახელოდ აგებულ სახლში ზრდიან. მათი შემოსავალი მინიმალურია, პრობლემები კი საკმაოდ ბევრი. თავშესაფარის დროებით ნათესავმა დაუთმო, სადაც მუდმივად ვერ დარჩებიან. მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ციცქიშვილების ოჯახი 3 მცირეწლოვანი ბავშვით უკვე წლებია ჩონთოში გაუსაცლის პირობებში ცხოვრობს. ძველი ფიცრებისგან აგებულ 12 კვადრატული მეტრის ფართის სახლს ფანჯრებზე მინების ნაცვლად პოლიეთილენის პარკები აქვს აკრული. ნახევარჯემში ბრებივად შუქი აქ არ არის და ხალხი აქ არ არის და არავის საერთოდ. მარტო ორატორი გლეხია და ისიც მოშორებით ძალიან შორს ცხოვრობენ. თესლს რომ გვაძლევენ მეზობლები, იმას რომ დავთესავთ ყიდით მერე და პურის ფული რომ შემოვიტანოთ, რომ შემოგვაკდება ხოლმე. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 130 ლარია. 125 ლარი სოციალური დახმარება, 5 ლარი კი მეზობლის ცხენის მოვლისთვის. თავად არც საქონელი ჰყავთ და არც რამე ქონება. ამბობენ, რომ თავშესაფარი, რომელშიც ცხოვრობენ, შორეულმა ნათესავმა დროებით მას შემდეგ დაუთმო, რაც ხაშურის ერთ-ერთ სოფელში სახლი დაეწვათ და ღიეცის ქვეშ დარჩნენ. მარტო ვერ ტოვებ ოჯახს, რომ წავიდე სადმე სამუშაო გეძებოდა ვიმუშაო. ტყეარი რაც არ უნდა იყოს, მარტო პატარა ბავშვები არიან, ვერ დავტოვებ და ასე ვარ. ციცქიშვილების ოჯახს სტუმარი იშვიათად ჰყავს. დღევანდელი დღე გამონაკლისი აღმოჩნდა. უცხო სტუმრებმა ბავშვებს საკვები პროდუქტი და წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი მიუტანეს. ვიცოდი თუ რა ცხოვრობდნენ მიტოვებულ სოფელში ისეთი ოჯახი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება დახმარება. ყავდათ 3 შვილი, პატარა შვილი, არ მუშაობენ, არ აქვს საშუალება მიწა დაამუშავონ, საქონელი შეიძინონ, მეურნეობა შექმნან. ასე რომ გვინდოდა ცოტა დავხმარებოდით. ოჯახს ერთი მთავარი ნატვრა აქვს. როდესმე რომელიმე სოფელში პატარა სახლი ჰქონდეს.
დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე. ქუჩა კერძო იპოთეკარებმა გადაკეთეს. ადგილობრივი გამოსახლების შეჩერებას და ყურადღების მიქცევას ითხოვენ. გზაზე მოძრაობა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ აღდგა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. იპოთეკარები დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვენ. დღის ბოლოს მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. დახურულ კარს მიღმა არჩილ ხაბაძემ იპოთეკარებს საკითხის შესწავლას დაპირდა, თუმცა მედიისთვის კომენტარი არ გააკეთა. მოვითხოვთ, რომ პირველ რიგში გაჩერდეს ეს აუქციონები, გააჩერონ ეს მევახშეები, რომ სული არ ამოგვაზონ და ზოგი ქუჩაშია დარჩენილი და ხვალ დღეს გვემუქრება კიდე ეს გამოსახლებები. ეს საკითხი კიდე დამუშავების რეჟიმშია, ალბათ ამ ერთი თვის განმავლობაში ეს საკითხი გადაწყდებოდა, როგორც კი ქობულეთის თემა უკვე დამუშავებულია, იმ წუთას, როდესაც გადაწყვიტავენ უკვე ამ თემაზე თანხის გადაცემას, შემდეგ დაიწყება ბათუმის სიების განხილვა. ამერიკის მეგობართა კლუბმა აფრო-ამერიკელთა ისტორიის აღსანიშნავად საგანმანათლებლო ცენტრ ლანგეიჩი სემინარი ჩაატარა. სემინარზე განხილული იყო მარტინ ლუთერ კინგის ცხოვრება და მოღვაწეობა. ამავე თემის გარშემო კინოჩვენებაც მოეწყო. სემინარში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. მათი განცხადებით სემინარი დაეხმარა მეტი რამ გაეგოთ სამოქალაქო უფლებების და რასობრივი პრობლემების შესახებ. სემინარის ფარგლებში ჩვენ ვანახებთ მონაწილეებს დოკუმენტურ ფილმს, აგრეთვე მათ საშუალება ექნებათ ჩართულ დისკუსიაში და ჯგუფურ მუშაობაში. სემინარი მონაწილეებს მისცემს მეცოდნას სამოქალაქო უფლებებისა და რასობრივი პრობლემების შესახებ. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა, ძალიან ბევრი ინფორმაცია გავიგე. მქონდა დისკუსიები და დებატები ჯგუფურად, რომელიც ასევე ძალიან სახალისო იყო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში სწრაფი ბეჭდვის და ლოგიკური აზროვნების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში 30-მდე აზერბაიჯანელი ბავშვი მონაწილეობდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომელთაც დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრნენ. ლევან ყიფიანის განცხადებით კონკურსის მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. მისივე თქმით, მსგავსი სახის კონკურსები მომავალშიც გაიმართება და მთელ საქართველოს მოიცავს. Очень интересный проект. ძალიან საინტერესო პროექტია. პირველი ადგილი ავიღე და მინდა მადლობა გადაუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს. ძალიან მიყვარს ქართული ენა და მინდა მომავალშიც გავაგრძელო მისი სწავლა. ინტელექტუალურმა ღონისძიებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონში, მარნეულის რაიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების აქტიურობა არის მაღალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი ინტეგრაციისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყველა მიგზნოს თავი ჭეშმარიტ მოქალაქეებად. ქვემო ქართლის ახალგაზრდებს, ამ შემთხვევაში მარნეულის რაიონის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ თავისთავი წარმოაჩინონ, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა სწრაფად ბეჭდვაში ქართულ ენაზე, ანუ სახელმწიფო ენაზე და სახელმწიფო ენაზე ლოგიკურ აზროვნებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს ნებას იმ ჭორებისა და ინსინუაციების წინააღმდეგ, რომ თითქოს სახელმწიფო არც არაკეთებს ამ რეგიონის მიმართ, რათა ჩავთვალოთ ჩვენი მოქალაქეები, რათა ისინი გახდნენ მომავალში ღირსეული მოქალაქეები თავის სამშობლოში. სიღნაღში ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 13 პირს ეტლები გადასცეს. იმ პირებს კი, ვინც მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს გამგეობაში მისვლა, ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეტლები სახლში პირადად მიუტანეს. ძალიან ხშირად გვეხმარებიან ეტლებით, ჩამოაქვთ უსასყიდლო და გადასცემენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. წელსაც ჩატარდა ანალოგიური აქცია. 13 ეტლი, რომელიც მოთხოვნილი იყო მოქალაქეების მიერ, მივმართეთ მათ თხოვნით, როგორც ადრე წელსაც დაგვეხმარნენ, დაგვიძინე მხარში, ჩამოგვიტანეს დღეს ეს ეტლები და ვურიგებთ მოქალაქეებს. ძალიან დიდი რაოდენობით აღმოჩნდა უნარშეზღუდული კახეთის რეგიონში. ახლა ცოტა ხნის წინ ჩვენ ბუჯანში ვიყავით დავარიგეთ და დღეს ხედავთ რომ სიღნაღში ჩამოვედით. ჩვენ შარშან წინ სიღნაღში 28 ეტლი ჩამოვიტანეთ. ეს არის როგორც ჩვეულებრივი ეტლები, ასევე
სპეციფიკური აქტიური ეტლი, რომელიც შეუძლია ავადმყოფნა თვითონ ატაროს. 2011 წლიდან ვითხოვდი ამ ეტლს. არავინ ყურადღებას არ ვაქცევდა, ხან საბუთები დაკარგეს, ხან რა მომიგვალეს, ხან რა. ხოდა ეხლა ვიყავი 1-2 კვირის წინ გამგეობაში. ხოდა ამათ გადაარეკეს თბილისში, მერე თბილისიდან თელავში გადაარეკეს რამე და გაიგეს, რომ არისო საბუთები ყველაფერი წესერათა და რამდენიმე წუთში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ იავნანას ორგანიზებით სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ტელემარათონი დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ნატო მეტონიძე, ელიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, ასევე სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. ვის დაეხმარებიან დღევანდელი მარათონით? თიკა წერეთელი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. თიკა გისმენთ. საღამოშვიდობის საკულმოქმედო საღამო, რომელიც სოფიკო ჭიაურელის ხსოვნას იწყება, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნას ეძღვნება რამდენიმე წუთში დაიწყება ფილარმონიაში. ამ დროისთვის დარბაზი უკვე მთლიანად სავსეა. მე შეგახსენებთ, დღეს შესრულდა 5 წელი სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან და აგრეთვე წელს 75 წელი შეუსრულდებოდა მსახიობს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფიკო ჭიაურელი გახდათ ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ფონდ იავნანას საქველმოქმედო ღონისძიებებში. ფონდმა იავნანა 9 წლის განმავლობაში 72 ოჯახს გადასცა სახლი. ამ ოჯახებში სულ 427 ბავშვი ცხოვრობს. მთლიანად ფონდი 6491 ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა სახით. სპეციალურად დღევანდელი ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოგბრძანდა ფონდის დამფუძნებელი პატა ბურჭულაძე, რომელმაც უკვე უპასუხა ქველმოქმედ მაყურებელთა ზარებს. მოგესალმებით. კი ბატონო, ჩავითრეთ თქვენ სახლს. რამდენი? დიდი მადლობა, თქვენ ძალიან გვეხმარებით. ამით შეგვიძლია ერთი ბავშვი თელი გავუწიოთ დახმარება. გაიგინაცვლით. თქვენი ტელეფონის ნომერი გვინდა? გმალობთ. გარავზანდებოდეთ. ბოდიში უნდა დავკიდო, იმიტომ რომ შემდეგი ზარია. გმალობთ. 129 ბავშვია, ბავშვი და მე მგონი უკვე მალე ამოიწურება უკვე რომ შეუსრულო ყველას. იყო 133 4 ბავშვი უკვე ასე კი გავუვიდა 18 წელს გადაცდა და მოკი აღარ ვეხმარებით მათ 129 დარჩა და გარდა ამისა მრავალშვილიანი ოჯახი 4 მრავალშვილიანი ოჯახი რომელსაც დღეს ნახავთ სცენაზე და მე იქნება კიდე სტუდენტები ეს არის პროგრამა მინიმუმი და ისე ძალიან ბევრი ნატვის ხეზე ძალიან ბევრი წერილია ჩამოწერილი მინდა გითხრათ რომ საერთო ჯამში ფონდი იავნანა 6951 ბავშვს დაეხმარა დიდი თუ პატარა დახმარებით. ეკრანი ჩაირთვება და იქიდან კიდევ ერთხელ შემოგხედავს და შემოგვიერთდება უდიდესი ქართველი ხელოვანი სოფიკო ჭიაურელი. ჩვენ კი შევეცდებით მთელი კონცერტის განმავლობაში არა მარტო ქველმოქმედება გავწვიოთ მისი სახელით, ჩვენ და მთელმა საქართველოს. არა მხოლოდ შევასრულოთ, ვიმღეროთ და აუკრათ, წავიკითხოთ მასთან დაკავშირებული ნაწარმოებები. არამედ შევეცდებით, რომ ღირსეულად გავუწიოთ პარტნიორობა. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენ თავთან ვიყოთ მართალი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ პირველად გვიწევს ჩვენ მონაწილეებს ოჯახების გამოცხადება, იმ ოჯახების, რომლებსაც დღეს სახლები გადაეცემათ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ფილარმონიიდან, სადაც რამდენიმე წუთში ფონდ იავნანას ორგანიზებით სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ტელემარათონი დაიწყება. მე ამ ინფორმაციით უკვე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.